როგორ გამოვიმუშავოთ ყოველთვიურად 5000 ლარი ჩვენს საქმიანობაზე. ამ ვიდეოში ავიღებ ფიტნესის სფეროს, მაგრამ ეგ ნებისმიერ სფეროს შეგიძლია მოარგო, ეხლა ყველა სფეროს ერთ ვიდეოში ვერ მოვარგებ. შევეცდები მარტო ფიტნეს სფეროზე ვისაუბრო და მე, გაყიდვა და მარკეტინგი თითქმის ყველა სფეროს ერთნაირი აქვს, თავარია სწორად როგორ მოარგებ. მოდი ახლა გადავერთოთ კომპიუტერზე და აგიხსნი ნაბიჯ-ნაბიჯ რა შეგიძლია გააკეთო იმ შემთხვევაში თუ ფიტნეს სფეროში ხარ. ეს ვიდეო შენთვისაა შექმნილი. მინდა ეს ვიდეო ჩავწერო მონტაჟის გარეშე და შელამაზებების გარეშე, როგორც არის ისე და პირდაპირ ვისაუბრო საქმეზე. როდესაც ხარ რომელიმე სფეროში, გამოიგონებ ახალ ველოსიპედს გთხოვ. აიღე ის, რაც უკვე მუშაობს და შენი რაღაც ნოტა დაამატე. მაგალითად, თუ შენ ხარ ფიტნეს სფეროში, დააკვირდი ფიტნეს სფეროში ვინ არის საუკეთესო 5 ადამიანი მაინც აიღე. მოდი მაგალითად ავიღოთ Instagram-ი. დააკვირდი 5, საუკეთესო თუ არა, არ ვიცი, საუკეთესოსთან მიახლოებული ტიპი მაინც რომ იყოს. ფიტნესი მაგალითად ავიღოთ. ჩემთან ქართულ ბაზარსაც ჩვენებს მარტო. მოდი ავიღოთ fitness coach, დავწეროთ ინგლისური უეჭველი უნდა იცოდე, ან რუსული მაინც, ან გერმანული, ან სხვა ენა ქართულის გარდა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან რთულია რაღაც ანალიზის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ფიტნეს მწვრთნელი შოულობს 5000 ლარს ყოველთვიურად, სამწუხაროდ, როდესაც ძალიან ბევრ შეუძლია მის გაკეთება, რას ვიზამთ. მოდი ავიღოთ Chad Morgan Fit-ი. დავაკვირდეთ რას აკეთებს, ერთი ეგ 68000 გამომწერი, კი ბატონო. ჰუსეინი online fitness coach-ი 2.7 მილიონი. მოდი დამწყებებსაც დავაკვირდეთ 6000 ფოლოვერი. შეიძლება აი ამან მეტი ფული გამოიმუშაოს, ვიდრე თუნდაც აი ამან 10ჯერ მეტი გამომწერეთ. გამომწერები არ ნიშნავს, რომ უფრო მეტ შეულობს. მაგის საერთოდ განსაზღვრავ online fitness coach-ი. მოდი nutrition coach-ი ავიღოთ. Okay, nutrition coach-ი fitness online. ერთი და 8 მილიონი ნახვა, მე თუ ესტი. მოდი 4 იყოს. და მოდი დავაკვირდეთ რას აკეთებს ეს ხალხი. ერთი და 8 მილიონი ნახვა რო გაქვს უკვე ძალიან სტენდაუთი გაქვს კონკურენციის და შეუძლებელია აქ მინიმუმ 10000 დოლარს არ შეულობდე. თუ არ შეულობ, მაგარი ლუზერი უნდა იყო, უფრო რთული არის შოუ ასეთ აუდიტორიაზე რაღაც თანხა, ვიდრე კი არა და უფრო მარტივია ის შოუ, ვიდრე არის შოუ. ხო. ოკეი. მოდი დავაკვირდეთ ამას, რას აკეთებს. და პირველს რასაც უნდა დავაკვირდეთ, ეს არის პროფილის ოპტიმიზაცია. პროფილის ოპტიმიზაცია, რა წერია აღწერაში. მოდი ავიღოთ 6000-იანის. I help people achieve their dream physique. ვეხმარები ადამიანებს საოცნებო ფიზიკური სხეულის მიღწევაში. მე რაწერე nutrition training and posing coach. კვების და ვარჯიშების და პოზიორობის მწვრთნელი competitive bodybuilder. bodybuilder-იც არის აქ ახსენა და ერთი ერთზე coaching-ისთვის გადადი აქო. აბა გადავიდეთ. აქ უწერი ერთი ერთზე online training, nutrition coaching-ი, custom meal plans plus app training programs, form analysis, posing sessions, head coach. bodybuilder-ებს ამზადებს, პოზიორობაშიც დაგეხმარება თუ აპირებ bodybuilder-ობას, ეგეც როგორც ჩანს ძალიან მნიშვნელოვანია bodybuilding-ში, არა მხოლოდ ფორმა, არამედ კარგად პოზიორობდე. ოკეი. დავაკვირდეთ იმას, რომ ძალიან ბევრი შედეგი უდევს.
რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენს ექსპერტიზაში არის ის თუ რამდენ ადამიანს მიაღებინა შედეგი. შენ შეიძლება ძალიან მაგრად ტანზე იყო, ძალიან მაგრად იკვებებოდე, გასთორო რაღაცა, ანუ ეგ შენ ხარ, გასაგებია, მაგრამ ადამიანს ჯერა იმის, აი, სხვა ადამიანი რას ამბობს შენზე და არა შენ რას ამბობს საკუთარ თავზე. ზუსტად ამიტომაც ულევი შედეგი აქვს და ყიდის ერთ-ერთზე ონლაინ ტრენინგს. და იმისთვის რომ ეს ონლაინ იმუშაო ერთ-ერთზე, უნდა მისწერო პირადში. უნდა მისწერო პირადში და გიპასუხებს როგორც ჩანს. ოკეი, ეს გაყიდვების ზაბრი გასაგებია. ანუ აქცენტი აქვს მაქსიმალურად შედეგებზე. აპდეითი 14 კვირის შემდეგ ბიცეპსი და ABS-ი. შედეგები მე ალბათ მოსწავლეებთან ერთად როგორ ვარჯიშობს. პოზიორობა, მოკლედ 80% კონტენტის არის შედეგები, რაც არის ძალიან მაგარი სტრატეგია და ეს 618 ფოლოვერი დამეჯერე არაფერს არ ნიშნავს, უკვე შეუძლია მინიმუმ $10,000 კი აკეთოს, თანაც ინგლისურად აკეთებს და ამერიკულ ბაზარზე მუშაობს. როგორც არაფერი შევაფასებდი ამას თან ამდენი შედეგით მინიმუმ 10-დან $20,000-მდე აკეთებს ყოველთვიურად. აიღე. აი, გაანალიზე ამის კონტენტი. რაც მოგეწონება, შეგიძლია საერთოდ დააკოპირო, რას ამბობს ვიდეოებში, რაზე აქვს გამახვილებული ყურადღება და შენი შედეგები არ მოიპარო, შენი შედეგები ჩასვა შენი მოსწავლეების. იგივე ეხება ფსიქოლოგიას, იგივე ეხება კოუჩინგს, ფიტნეს კოუჩინგს არა. ფსიქოლოგიურ კოუჩინგს, იგივე ეხება ბუღალტერიას, იგივე ეხება ინგლისურის მასწავლებლებს. ოკეი, შედეგებზე ორიენტირება. ოკეი, შემდეგზე გადავიდეთ. მოდი იყოს 68,000-იანი. 68,000-იანი პროფილის ოპტიმიზაცია. I help coaches lead by example by transforming their physique. იმას კონდა პირდაპირ მიგახსევინებ დაგეხმარები საოცნებო ფიზიკური სხეულის მიღწევაში. ამასთან არის I help coaches lead by example. ანუ ვეხმარები coaches, fitness მწვრთნელებს ჩემი კონკრეტული მაგალითით მოახდინონ თავისი ფიზიკის ტრანსფორმირება. უკვე სულ სხვანაირად ჟღერს, ანუ ჩემს მაგალითზე დაყრდნობით, lead by example, ძალიან მაგარია. Mentoring coaches to deliver elite results. ვეხმარები coaches, არა, ვეხმარები არა. მენტორობას უწევ იმ coaches, coaches, რომ ელიტური შედეგები მიიღონ. კარგია, მე მომწონს. Coaching-ისთვის გადადი აქო. ოკეი, სანამ გადავალ coaching-ზე, ამასაც დიდი ყურადღება მიაქციე, Chad Morgan, მერე დროპი, ესეთი fitness coach for coaches. Fitness coach for coaches. ანუ fitness მწვრთნელი, fitness მწვრთნელებისთვის. ანუ ისე კი არა, ანუ აი დედიკო არის მაგალითად ბავშვulis და დედიკოს უნდა კარგ ფორმაში ჩადგომა. ეგ არ უწერიო, რომ ყველას ეხმარება. კონკრეტულად ფიტნეს მწვრთნელია, ფიტნეს მწვრთნელებისთვის. ნიშნაუნი, კონკრეტულად ვის ეხმარება, ყველაფერი გასაგებია კონკრეტიკა არის და თავისი ადამიანების, რა თქმა უნდა, დედიკოების წერენ და მაგათ უარს არ ეტყვის, მაგრამ 10-დან 8 ადამიანი მოდის ამასთან უკვე ფიტნეს მწვრთნელი, ვისაც უნდა უკეთეს ფორმაში ჩადგომა. Fitness coach for fitness coaches. For coaches უწარია, მაგრამ აქაც გამახვილება აქვს მაქსიმალურად შედეგებზე. როგორ მიიღო მაქსიმუმი კლიენტების შედეგებისგან. ეს არის საგანმანათლებლო ვიდეო. აქ არის wasted years there no foundation. There will be weeks, months, years that are designed to catapult you where you will be handed every single obstacle and personal development opportunity required.
мотивация, mindset-ი, რომ შედეგები ეგრევე არ მოდის, როგორც მივხვდი, ამაზე საუბრობს აქ და fitness სფეროს мотивация ჟანგბადივით სჭირდება, სამოტივაციო ვიდეოები, მაგრამ უმეტესად მაინც მე აქ რასაც ვხედავ, ეს არის შედეგები. შედეგები, testimonials ინგლისურად. testimonials. ნუ პირველი შედეგი რა თქმა უნდა შენ უნდა იყო, თუ fitness სფეროში გინდა შეხვიდე, აუცილებლად ჯერ შენ უნდა იყო მაგარ ფორმაში. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაეხმარო სხვა შენი lead by example მოხდება ზუსტად. ისინიც მიიღებენ შედეგს და რაც უფრო მეტი შედეგი გექნება, მით უფრო მეტად უკონკურენტო იქნები და უფრო მეტი კლიენტი გაყოლება. მოდი გადავიდეთ ამის გაყიდვების ძაბრზე. Coaching application. აქ VSL ვიდეოა, როგორც ჩანს, რომელსაც 17 წუთი გრძელდება, 17 წუთი ახურებს, სანამ ერთ-ერთზე გასაუბრებას ან რაღაცას ჩაუნიშნავს ალბათ, ამას ახლა ვერ ვუყურებთ ბოდიში, არა გასაგებია. საიტზე გადაყავ, სადაც არის გამახურებელი ვიდეო. მერე აქაც ულევი შედეგი, ძალიან ბევრი შედეგია, აი თავისი აზრის გამოთქმა, ყველაზე მნიშვნელოვანი შენს ექსპერტიზაში ზუსტად ეგ არის. ყველაფერს სწორად აკეთებს და დარწმუნებული ვარ, ულევი შედეგი აქვს, ამას აქვს 68,000 გამოწერი და მე უკვე ხედავ, რომ ბევრად მეტი შედეგი აქვს ვიდრე იმას, ვისაც 6,000 გამოწერი ყავდა და ეს როგორც არაფერი ინგლისურ N01 ბაზარზე, არა მხოლოდ ამერიკული, ხო? ანუ 4 მილიარდი ადამიანი საუბრობს ინგლისურად. მე შევაფასებდი ამ accounts აი შევაფასებდი. Beyond Build has generated Beyond Build იქვია ამ პროგრამას. Over 6 million in coaching sales. 6 მილიონი დოლარი აქვს დაგენერირებული. რამდენ წელიწადში არ ვიცი, მაგრამ რომც იყოს 6 წელიწადში თუნდაც 10 წელიწადში 6 მილიონი დოლარი არ არის ცუდი თანხა მე მგონი, ხო? როგორც არაფერი 30-დან 50,000 დოლარამდე ყოველთვიურად ეს ტიპი შოულობს და სრულიად დამსახურებულად. ეგეც და შეგიძლია დააკოპირო ეს საიტი. აქ შენი გამახურებელი ვიდეო ჩასვა, შენი ისტორიები მოყვე, ჩასვა შედეგები, უეჭველი შედეგები. ძალიან ბევრი შედეგი ექნება. თვითონაც როგორ მიიღო შედეგი, ძალიან კარგ ხარისხია გადაღებული, როგორც ჩანს ეს iPhone-ი არ არის, ეს არის პროფესიონალური კამერა, ძალიან უყვართ ამერიკელებს პროფესიონალური კამერით გადაღება. ეგეც შეგიძლია დააკოპირო და ბოლოს უკვე აი აქ apply to how to join წერ შენ სახელს და გვარს. Next current age, no, okay. პატარა ტესტი აქვს, შეიძლება 15-16 წლის რო იყო შენთან არ იმუშაოს. როგორც ჩემთან თუ 21 წლის არ ხარ, ჩემთან ვერ იმუშავებ, ეგ წესი მაქვს მეც კომპანიაში და მაგიტომაც ალბათ ესეა. ხედავს რამდენად ადეკვატურია კლიენტი და რამდენად გადახდისუნარიანია, ზუსტად ამით. რომ არც მისი და არც კლიენტის დრო არ დაკარგოს. ხო, ამას ავსებ ბოლომდე და ეგ არის. და მე გიკავშირდება მისი sales manager-ი, ან თავად თვითონ არ ამგონია და გიკავშირდეს. მისი sales manager-ი დაგიკავშირდება და აგიხსნის დეტალებს და მე უკვე დაგხურავს. რაღაც $1000 ან $2000 პროგრამაზე, ან $5000 პროგრამაზე, არ ვიცი, მაგას უკვე თვითონ ისინი წყვეტენ. 2.7 მილიონი ნახვა გამოწერი. Hussein Farhati, online fitness coach. Online fitness coach გასაგებია, მაგრამ იმას 68,000-იანს ქონდა ბევრად მაგრად შეფუთული. მე თუ მკითხავ. იმიტომ რომ კონკრეტიკა იყო, აქ კონკრეტიკა არა, online fitness coach, ესე იგი ყველას ეხმარება. ყველა. არ არის ეგ მარკეტინგი, ეგ უკვე არ მომწონს. Lifetime natural, ანუ ქიმიკი სტეროიდების ტიპი არა ვარო და ნატურალურად ვიზდებიო. I help men achieve their dream physique, იგივე უწერია, ოღონდ ქალებსზე გამახვილებული ყურადღება არ აქვს, მარტო კაცებზე. I help men achieve their dream physique. კაცებს ვეხმარები საოცნებო ფიზიკური სხეულის მიღწევაშიო. და ერთ-ერთზე მენტორშიპი, ანუ ყველა ერთ-ერთზე მენტორშიპს ყიდის. გადავიდეთ.
turn your fitness passion into აჰა. ეს ეხმარება არა ფიზიკური სხეულის მიღწევაში, არა მხოლოდ როგორც ხედავ. იმიტომ რომ ამან დამაბნია. ანუ ალბათ ორივეს აკეთებს, ანუ help achieve their dream physique. ანუ გავარჯიშებს, კვებას დაგიწერს და ასე შემდეგ და მენტორობას გიწევს. და თან გეხმარება შენ როგორც ფიტნეს მწვრთნელს ფულის გამომუშავებაში, ფიტნესის სფეროში. 6-7 ფიგურიანი ბიზნესი, ანუ წელიწადში $1 მილიონ რო გამოგივიდეს. ხო, ცოტა დამაბნეველია. აქ უწერია სულ სხვა რაღაცა და საიძე რო გადადიხარ სულ სხვა რაღაცას ასწავლის, ანუ ფიტნეს მწვრთნელს რო ეხმარები ფიზიკური სხეულის მიღწევაში, უფრო მაგარი სხეულის მიღწევაში სულ სხვა რამეა და იგივე ფიტნეს მწვრთნელს რო ეხმარები ფინანსური შედეგების დადებაში ეგ სულ სხვა რამეა და ძალიან აბნევს ხალხს, მაგრამ 2 და 7 მილიონი ფოლოვერი. შედეგი სულ თვითონ არის შედეგებში, ძალიან მაგარ ტანზეა და მაგიტო. შედეგებში, ანუ გამახვილებული აქვს ბევრ ნახვაზე ვიდეოები. არ ვიცი ეს რამდენად ნატურალური სხეულია. ეხლა განზიას არ დავიწყებ, მაგრამ ბევრი სამწუხაროდ არაეთიკურად მუშაობს. აჯერებს აუდიტორიას, რომ სტეროიდებს არ იყენებს, მაგრამ სიმართლე ცოტა სხვანაირია. სულ თვითონ არის შედეგებში. ნუ ამას ასეთი სტრატეგია აქვს. საიძე გადადის, ნუ ცოტა გაუგებარი ტიპია, მე თუ მკითხავთ. NetWest Road to Aesthetics. Online fitness coach, ესეც გაუგებრობა აქაც. ვისთვის არის fitness coach? Okay. Helping people all over the world lose fat and gain the confidence to fuck with the lights on. არ ვიცი ეგ ჟარგონი როგორ გადავთარგმნო? Gain the confidence to fuck with the lights on. მოდი ნახოთ აბა რას ნიშნავს. აჰა. ანუ იმდენად გადავთარგმნი მოკლედ. Helping people, ანუ ვეხმარები ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით დაწვან ცხიმი და გაზარდონ იმაში თავდაჯერებულობა, რომ სექსი კონდეთ განათებულ ოთახში, ანუ რომ არ ცხენოდეთ თავისი სხეულის სექსის დროს. აი ეს ძალიან მომწონს. ძალიან განსხვავებულია და ძალიან კრეატიულია. The fucks or sucks guy. ხო, ან fuck guy იქნები, ან suck guy. ანუ ან იქნები კოზანოს, რაღა კოზანოსტრა ღმერთო, რა ქვია იმას? იმ ფილმს. ვაიმე. კაზანოვა მე მგონი, ხო? ხო, კაზანოვა. მეკალთან იქნები, ან ლუზერი. wait list, ანუ იმდენად ბევრი კლიენტი ყავს, რომ wait list-ში უნდა ჩადგე. როგორ იფასებს თავს, მაგრამ არა მხოლოდ დაფასება იქნება თავის, შეიძლება რეალური იყოს, იმიტომ რომ 1.8 მილიონი გამომწერი ყავს. Challenge with wait list. How to get my clients to lose 10 or 20 kilograms in the fastest time possible. როგორ ვეხმარები ჩემს კლიენტებს 10-დან 20 კილოგრამის დაკლებაში, რაც შეიძლება სწრაფად, without rebounding, restarting, relying on another program ever again. ერთხელ და სამუდამოდ რო სხვა პროგრამები აღარ დაგჭირდეს. აქაც გამახურებელი ვიდეო საიტიდან, რომელიც გრძელდება 12 წუთი.
watch this video first. If you resonate, then keep reading. ჯერ ამ ვიდეოს უყურე და მხოლოდ მაგის შემთხვევაში გაგზელე კითხვა, ვეთანხმები ყველაფერში. Next challenge opens again. ანუ შემდეგი მიღება challenge ეხლა არის 6 ივნისი ამ ვიდეოს ჩაწერის დროს და 17 ივლისს დავიწყებო. და ბევრი შედეგი, მაგრამ არასაკმარისი, იმბიჩს უფრო მეტი ქონდა და უკეთესია. აქ ვიდეო ტესტიმონიალები და თუ გინდა დაწყება, ავსებ ამას და ამას იმეილზე, თუ ეგრევე არ იყიდი იმეილზე, გაგიბურღავს twin სანამ არ იყიდი. ოკეი, გასაგებია. აი ესა, ამას როგორც ჩანს, აქაც ბევრი შედეგია და ასევე ასწავლის ჯანსაღ რეცეპტებს, რომ მაღალცილიანი და დაბალკალორიული გამოვიდეს საჭმელი, ამაზე აქვს აქცენტი. ნუ ყველას თავისი რაღაცა დაჭერილი აქვს. ძალიან მაგრები არიან ამერიკელები. ზუსტად ამათგან უნდა ვისწავლოთ მარკეტინგი. მარკეტინგი საერთოდ ამერიკიდან მოდის, ვინც არ იცოდა. ნუ შეგიძლია ეს გამოიყენო შენთან. და ეს ყველაფერი, ანუ შედეგები, мотивация, ჯანსაღი რეცეპტები ჩასვა შენს გვერდზე. ზოგი აქედან აიღო, ზოგი იმისგან აიღო, ზოგი შენგან რაღაცა თქვა. მერე შექმნა რაღაცა მსგავსი საიტი. ან საიტი თუ არა პირდაპირ შემოგწერონ და იქ გააგებინე ყველაფერი. რაც შეიძლება მეტი შედეგი, რაც შეიძლება მეტი мотивация, რაც შეიძლება მეტი ექსპერტიზა, რომ მართლა გესმის შენი საქმე, ეგეთი ვიდეოები დადე, გადაიღე და გექნება 5000 ლარი კი არა, 50000 ლარიც. ყოველთვიურად. ანუ ისევ ეს არის 4 ტიპის მაგალითი. შენ შეგიძლია კიდე 10 და 20 ნახო. ამერიკაში არის, ყოველი მეორე ფიტნეს მწვრთნელია. რაც შეიძლება მეტი გაანალიზე. თუ ფიტნეს მწვრთნელი არ ახარ, გაანალიზე კვების სფერო, ნუტრიციოლოგები. ნუტრიციოლოგი თუ არ ახარ, გაანალიზე ფსიქოლოგია, კოუჩინგი გაანალიზე. ორთოდონტისტი ხარ, ორთოდონტისტები გაანალიზე Instagram-ზე. აიღე ვიღაცებისგან, ანუ მოკლედ რა ბევრს ნუ ფიქრობ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, გადადგე პირველი ნაბიჯი, გადაიღე პირველი ვიდეო. და აი ზუსტად მან თუ გჭირდება დახმარება კონტენტ სტრატეგიაში, ორგანულ კონტენტში, როგორ გავარდე შენი ვიდეო ორგანულად, მოკლე ვიდეო, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახვიდე მიზნობრივ აუდიტორიაზე, Instagram-ზე მომწერე, ჩემთან ინდივიდუალური მუშაობისთვის და ასევე თუ გაინტერესებს უკვე რეკლამა როგორ გაუშვა, ამ საკითხზეც შემიძლია დაგეხმარო, რომ რაც შეიძლება სწრაფად რეკლამის ხარჯზე გახვიდე შენს მიზნობრივ აუდიტორიაზე, რომელ ბიზნესშიც არ უნდა იყო. მე ახლა განვიხილე ფიტნესი, მაგრამ დამიჯერე ყველა სფერო, იქნება ეს პარფიუმი, ამწეკრანები, ავეჯი. მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ბიზნესს ჭირდება მარკეტინგი, ყველა ბიზნესს ჭირდება რეკლამა, გაყიდვები და ზუსტად ამაში ვეხმარები ქართულ ბიზნესმენებს. წარმატებები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.